შენი მონატრება ჩემი ცრემლებია დღეს შენი ჩახუტება სიზმრად გადამექცა მე უცხო მხარეში მაინც შენ ხედა ეს განთიადი შენი მგონია შენი მონატრება ჩემი სიმაღერა დღეს ჩემი ცრემლებია წვიმა არ გეგონოს აქაც თენდება აქაც ხამდება მაგრამ მე ჩემი აის და ისი არ მავიწყდება ჩემი წამინდა ჩემი ზღვა მინდა ჩემი მზე მინდა ჩემი სიწმინდე ჩემი ხატება გთხოვარ წახვიდე მასწავლებელთან სიარული ჩემი როგორ უკვე მეორე დღე ის დღე რო არის რომ სკოლის მერე მანანა მასწავლებელთან უნდა წავიდე სიხარულით ვეგებები როცა მივდივარ და მანანა მასწავლებლის დამსახურებაა რომ ამდენი კონცერტი მქონდა და ტელევიზიაშიც ვიყავი მანანა მასწავლებელი ძალიან მაგარი მომღერალია ის ვისაც
გასაჭირი აქვს ის ყველას უდგება ამ ხარში ის ძალიან კეთილია გულთბილი კეთილი ეგეთი ადამიანი არავინ არაა როგორც მანანა მასწავლებელია ეგეთი მაგარი მომღერალი და ეგეთი თბილი როგორც ჩვენ გვყავს მე მანა მასწავლებელს დიდ მადლობას ვუხდი რომ მე მასწავლა სიმღერა და ძალიან მეყვარება ის და მას ვუსურვებ კარგ გზას მიყვარხარ მანანა მასწავლებელო მანანა მასწავლებელი არის ლამაზი კეთილი მასწავლის სიმღერას მანანა მასწავლებელი ძალიან მიყვარს მანანა მასწავლებელი ჩვენი ყველაზე კარგი თბილი გულკეთილი და ლამაზი მასწავლებელია მეგაზე რო იყავით ის მანანა მასწავლებელს ის კაბარო ეცა ყველაზე კარგად მომეწონა მანანა მასწავლებელი ყველაზე კეთილი თბილი და ლამაზი მასწავლებელია ის ძალიან კარგად მღერის ძალიან მაგარი მომღერალია ძალიან კეთილი და სულ ჩვენ გვერდში გვიდგანს და გვასწავლის აქ ვსწავლობთ ბევრ სიმღერას ბევრი კარგი სიმღერა ვსწავლობთ ინგლისურს რუსულს იტალიურ სიმღერებს ქართულებსაც და ძალიან მომწონს ეს სტუდია აქ არიან ძალიან კეთილი ბავშვები და გვერდში გვიდგას მთელი ჯგუფი ჩვენ ვღარით სევდიან სიმღერებს და მხიარულ სიმღერებს შენ განსაკუთრებით რომელი მომწონს სევდიანი თუ მხიარული? მხიარული მე მომწონს სევდიანი სიმღერები და მხიარული ორივე მომწონს ერთად? კი ჩვენ აქ ვსწავლობთ დედებზე სიმღერას და ახალ წელზე მასწავლებელი გვასწავლის ძალიან ბევრ სიმღერებს ახლა ვსწავლობთ ინალა გურგულიას სიმღერას და ძალიან მომწონს ეს სიმღერა მანანა მასწავლებელი ის ლამაზად მღერის როგორი ლამაზიცაა და ძალიან მინდა ის მაქამდე მივაღწიო როგორც მანანა მასწავლებელი მღერის ძალიან მინდა ისევ იმღერო ზუსტად მანანა ძალიან მომეწონა და ვიხუტები და ძალიან მომეწონა და თვირად ჩამეხუტა რამასაც და სიმღერას ვიყავი და ამეშინიოდა და სიმღერას და მასწავლე ყველაზე კაი მეგობარი ჩემთვის არის ელენე მარიამი და ტასო პირველად რომ მოვედი სკოლაში დამიმეგობრდა მარიამი მანანა ჩემ დედიკოს და დეიდას ასწავლიდა სიმღერებს შენ ხო გასწავლი? კი მომწონს? კი მომწონს მანანა მასწავლებელი და ძალიან კეთილია მანანა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება, 3 წელია უკვე დამყავს ნიკუშა. ვარ ძალიან კმაყოფილი, ბავშვი გაიხსნა, მღერის. დანარჩენი რა ვიცი, როგორც პიროვნულად არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ბავშვებთან, გახსნილები არიან ბავშვები, მღერიან,
გადაღებაზე ვღიღებთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, შესაბამისად ვარ ძალიან კმაყოფილი. ჩვენ უკვე 2 წელია დავდივართ იმედის ვარსკვლავებში. ჩემი მიზანი, როდესაც ჩვენ შემოვედით ამ სტუდიაში, არ იყო ის, რომ პირდაპირ დიდ სცენაზე დავდგარიყავით, არც პრეტენზია გაგვაჩნია იმაზე, რომ გამოვიდეთ მომღერალი, უბრალოდ ჩემი მიზანი იყო ის, რომ ჩემი შვილი აღიზარდოს როგორც კარგი მსმენელი, კარგი შემფასებელი და ჩემი პირველი ზარი, როდესაც განხორციელდა ქალბატონ მანანასთან, სწორედ ეს იყო. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია და მე მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩემი შვილი უკვე არის კარგი შემფასებელი, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მანანას, იმედის ვარსკვლავებს და ეს სტუდია არის მართლაც ვარსკვლავები, მართლაც არის პატარა სამყარო, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება აიხდინონ თავიანთი ოცნებები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება მოსწავლეებში, იმიტომ რომ ბავშვები იმდენად დატვირთულები არიან სასწავლო პროცესიდან, მათ ჭირდებათ განმუხტვა და ეს სტუდია ამის საშუალებას კარგად იძლევა. სტუდია იმედის ვარსკვლავები 20 წელია უკვე თავის არსებობას ითვლის. რაც 51 სკოლის შენობაში ვართ, თავშემოფარებულები, ესე რომ ვთქვათ, უკვე 10 წელია. და წელს გვინდა აღვნიშნოთ სწორედ ეს მრგვალი თარიღი ჩვენი არსებობის. ძირითადად აქცენტი აქ სტუდიაში აღებული მაქვს ქართულ სიმღერებზე. დღეს არავის არ უკვირს უცხოურად სიმღერა და განსაკუთრებით ინგლისურია ძალიან მოდაში. ამას მივესალმები ნამდვილად, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა როდესაც პატარა ბავშვი მოდის შენთან 4 და 5 წლის და მას პირდაპირ ინგლისური სიმღერით აწყებინებ, ეს არაფრით არ მიმაჩნია სწორ მეთოდად სწავლების. ამიტომ მე ჩემი მეთოდი გამოვიმუშავე, უკვე 30 წელზე მეტია ზოგადად მუშაობ ბავშვებთან და ეს ჩემი საკუთარი მეთოდი ძალიან ამართლებს. ვიწყებ ქართული სიმღერით, მკაცრად ქართული სიმღერით, ქართული ჰარმონიით, ქართული მელოდიით. ჩვენ აქ ვსწავლობთ ესე რომ ვთქვათ, კლასიკად ქცეულ ქართულ საესტრადო მუსიკას და მაგრამ როდესაც უკვე სცენაზე გამაქვს ხოლმე, ყოველთვის გამაქვს უკვე საკუთარი საავტორო სიმღერა. 500-ზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი, აქედან უმრავლესობა არის საბავშვო და მთლიანად ჩემი ცხოვრება უძღვენი ბავშვებს, ესე რომ ვთქვათ. წელს განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო ჩვენი სტუდიის საქმიანობა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი ძალიან საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ანსამბლში. უპირველეს ყოვლისა, წლევანდელი წელი იმით იყო ძალიან სამახსოვრო ჩემთვის და მთელი ჩემი ანსამბლისათვის, რომ წელს ჩვენ პირველი მეგა ავიღეთ და ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო და ძალიან სასიხარულო იყო პირადად ჩემთვის და ასევე ჩემი ბავშვებისათვის და შესაბამისად მშობლებისთვისაც. ამ მეგაზე, ამ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენ გავიტანეთ ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა, რომელსაც ესე დავარქვი, ემიგრანტი დედის ცრემლები. სიმღერამ ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია, რაც ძალიან მახარებს და მინდა რომ ეს სიმღერა კიდევ უფრო ფართო მასებისთვის გაახდეს ძალიან ხელმისაწვდომი და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე ჩვენ ეს ოცნებაც აგვიხდება. მეორე პროექტი, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩვენში, ეს გახლავთ თემა, რომელიც ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს უკავშირდება. დავწერე ესეთი სიმღერა, ნათლულები უმღერიან უწმინდეს. მე თვითონ სტუდიაში უამრავი ბავშვი მყავს და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ რამდენიმე ნათლულიც არის ჩემთან სტუდიაში უწმინდესის და მათთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ეს თემატიკა. ჩვენ ძალიან მალე ამ სიმღერით მიწვეულები ვართ უწმინდესთან და უნეტარესთან. სულ ეხლა ხან მივიღეთ ინფორმაცია საპატრიარქოდან, რომ სადღაც მაქსიმუმ 2 კვირაში ჩვენ უკვე ვესტუმრებით უწმინდეს და იქ ცოცხლად შევუსრულებთ ამ სიმღერას.
ზოგადად რაც შეიძლება ჩვენი სტუდიის ირგვლივ ითქვას ის რომ რაც ყველაზე მეტად მახარებს და რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის რომ ბავშვები მოდიან დიდი სიხარულით ძალიან დიდი ინტერესით აქ ხდება ნამდვილი განტვირთვა ჩვენ აი თამაშით ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს მაქვს მართლა ჩემი საკუთარი მეთოდი რომლითაც ძალიან ბევრ რამეს მივახციე აი ამ 30 წლის განმავლობაში და ძალიან სასიამოვნოა ისიც რომ მე უკვე აი ამ ბავშვებთან ეს უკვე მეორე თაობაა მე მაგათ მშობლებსაც ვასწავლიდი და ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის როდესაც მშობელს რომელიც ჩემი მოწაფე იყო და ჩემი ნამოწაფარია უკვე თავისი შვილი მოყავს თავის შვილს მანდობს ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა პედაგოგისთვის და მე აი ამ ბავშვების თვალებში მშობლებში იმ ხელა სიყვარულს ხედავ, იმ ხელა სითბოს ხედავ, ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ გავცემ ნამდვილად, მაგრამ ეს როდესაც უკან გიბრუნდება ადამიანს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. და ჩემის მხრიდან მე რაც შემიძლია, გავაკეთებ მაქსიმუმს და ეს იციან ჩემმა ბავშვებმაც და მშობლებმაც ძალიან კარგად და ნამდვილად გავაგრძელებ ასე მუშაობას, გავაგრძელებ ქართულად მუშაობას, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ინგლისურ სიმღერასაც ვსწავლობთ, იტალიურ სიმღერასაც ვსწავლობთ, რუსულ სიმღერასაც ვსწავლობთ, თუმცა ისევ გავმეორდები, რომ აქცენტი მაქვს ქართულ სიმღერაზე, ქართულ მელოდიაზე და ქართულ ჰარმონიაზე. ჩვენი სტუდია იმედის ვარსკვლავები მდებარეობს 51 საჯარო სკოლის შენობაში. უკვე 10 წელია აქ ვიმყოფებით და რამდენიმე წელია სხვათა შორის გავაკეთე ამ ანსამბლის ფილიალი, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეში 32 საჯარო სკოლის შენობაში. ანუ ვისაც სურვილი გაუჩნდება ჩვენთან მობრძანების, ჩემთან ბავშვის მოყვანის თუ მანდობს თავიანთ ბავშვს შეუძლია მობრძანდნენ 51 სკოლაში და ზუსტად იგივე საქმე კეთდება ასევე 32 სკოლაში. როდესაც ჩვენ გამოსვლა გვაქვს, როდესაც ჩვენ რაიმე პროექტს ვაკეთებთ, როდესაც კონცერტი გვაქვს, სატელევიზიო გადაღება გვაქვს, ყოველთვის ხდება ამ ბავშვების ერთად გაერთიანება, იმიტომ რომ ჩვენ ერთად წარმოადგენთ იმედის ვარსკვლავებს.